სულიერად რა დატვირთვა აქვს, აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ეს არის იმ იმედის ასრულება, რომელი იმედითაც ცხოვრობდა კაცობრიობა. ცოტა რთულია დაიჯერო ადამიანმა დღევანდელ რეალობაში. ის სიტყვით რომ გადმოთარგმნო ქართულ ენაზე, ვერაფერს ვერ გაიგებ რას ამბობს. რატომ არის ეს ასეთი დიდი დღესასწაული? კაცობრიობა ცხოვრობდა სწორედ ამ მოლოდინში. რა როლი აქვს ამ დღესასწაულში ღვთისმშობელს? ღმერთისა და ადამიანის შერიგების დრო დადგა. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ მირქმის დღესასწაულზე. მოგესალმებით, მამა კახაბე. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. გვიახლოვდება მირქმის დღესასწაული და მინდა რომ ცოტა დეტალურად განვუმარტოთ მაყურებელს, საერთოდ რას ნიშნავს და რატომ შედის პირველ რიგში მირქმა საუფლო დღესასწაულებში. რატომ არის ეს ასეთი დიდი დღესასწაული. ალბათ სასურველი იქნება რომ თვითონ სიტყვა მირქმის შესახებ თქვა ორიოდე განმარტება რომ რას ნიშნავს მირქმა, ეს ძველი ქართული სიტყვა არის მიიქუა, ანუ მიიხუტა, შეიძლება ესე ითქვას, შეხვედრასაც ნიშნავს და აი ამ შეხვედრის დროს ჩახუტებასაც ნიშნავს ეს სიტყვა და შესაბამისად ეს სიტყვა გამოხატავს ღმერთისა და სვიმეონ მიმრქმელის შეხვედრას, როგორც ვთქვათ, ისტორიულ მოვლენას სახარებაში აღწერილს, მაგრამ ამავდროულად სულიერი თვალსაზრისით ეს გახლავთ ღმერთისა და კაცობრიობის შეხვედრა. აი ეს ჩახუტება შეიძლება ამ სიტყვით თამამად ვთქვათ, რომ ეს გამოხატავს მირქმა სწორედ აი ამ სიტყვას. რაც შეეხება თვითონ დღესასწაულს, მინდა გითხრათ, რომ ეს დღესასწაული საკმაოდ გვიან, სადღაც მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში იწყება მისი აღნიშვნები, თუმცა კი ეს ახლა ჩვენ შეიძლება გვაკვირვებდეს, რომ როგორ ახლა ქრისტიანული თემები ვიცით, რომ არსებობდა და თქვათ იქ ეკლესიას მეთაურები ყავდა და სამღვდელოება ყავდა და აბა რას აკეთებდნენ თქვათ 15 თებერვალს, ნუ მაშინ 2 თებერვალს ძველი და ახალ სტილზე მაქვს ახლა საუბარი, რას აკეთებდნენ, როგორ არ აღნიშნავდნენ მირქმას. მინდა გითხრათ, რომ ეკლესია ისეთ ვითარებაში იყო და ისეთ მდგომარეობაში შეუძლებელი იყო დღესასწაული კი არა, რაღაც ერთად შეკრების გამო შეიძლება სიკვდილით დასჯა ქონოდათ. შესაბამისად, ეკლესია რაღაცა სტრუქტურული ჩამოყალიბება დაიწყო მაშინ, როდესაც კონსტანტინე მეფემ გამოსცა პირველი ბრძანება ედიქტი, სადაც აღარ იდევნებოდა განაისრომ, თქვათ, სახელმწიფო რელიგია ცოტა უფრო გვიანდელია. პირველი ბრძანება ის იყო, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებას აქვს უფლება იარსებობს სხვა დანარჩენი სარწმუნოებების გვერდით და ეს აღარ არის აკრძალული სარწმუნოება, მოკლედ აი ამ კუთხით, როდესაც ჩვენ მივიღეთ პირველი ბრძანება, მაშინ იწყება უკვე ეკლესიის სტრუქტურის ჩამოყალიბება, იქ რაღაცა დღესასწაულებზე ზრუნვა, წირვალოცვის გამართვა, გულისხმობ ამ გამართვაში იქამდე განა გაუმართავი იყო, მაგრამ ის 60 ქულომსახურება აბსოლუტურად სხვა იყო, სადღაცას შეკრებილები კატაკომბურად იყვნენ ფაქტიურად და როგორც მოუხერხდებოდა თამპურის განტეხვით, ანუ ზიარების საიდუმლოს ასე აღასრულებდნენ. მერე უკვე აი ის დახვეწილი სახე, რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენ ვიცით ლიტურგიისა უკვე გვიანდელია ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის მიერ შედგენილი ლიტურგიები გახლავთ, რომლითაც ახლა ჩვენ ვსახურობთ. ახლა რო არ გადაუხვიოთ ჩვენ მთავარ თემას, ისე უნდა დაუბრუნდეთ მირქმის დღესასწაულის შესახებ, რადგანაც ვლაპარაკობთ, უბრალოდ ორიოდე სიტყვით თქვით, რატომ შეიძლებოდა გვიან დაწყებულიყო ასე მსგავსი დღესასწაულების აღნიშვნა. იყო ასეთი კაცი ჩვენ ლუკას სახარებაში გვაქვს მოთხრობილი ამბავი, რომ იყო ასეთი კაცი, რომელსაც ჰქონდა ბრძანება მიცემული ღმერთისგან, ბრძანებაში გულისხმობ წინასწარ გაცხადებული, რომ ის არ მოკვდებოდა სანამ არ იხილავდა განხორციელებულ ღმერთს. თუმცა კი სანამ ვიტყოდეთ ეს ბრძანება როგორ მიეცა, ჩვენ ეს გარდამოცემით ვიცით.
ამ გარდამოცემებს ამ ბოლო დროს მინდა გითხრათ, რომ რაღაცა მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებიც რაღაც საბუთებს იძიებენ, რომ საწერია, ვინ იმიტომ თქვა. რომ არ ჯერათ და ეს გარდამოცემა მაინც ზეპირსიტყვიერი, ცოტა რთულია დაიჯერო ადამიანმა დღევანდელ რეალობაში მაშინდელი, ბევრი საუკუნის წინანდელი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ძალიან წმინდა წიგნი არის ბიბლია და ასევე არსებობს ჩვენთვის წმინდა გარდამოცემები, რომლებიც შეიძლება თანაბარ დონეზე დავაყენოთ რაღაცა გარკვეულ ესე იგი გარკვეულ მონათხრობში, იმიტომ რომ ეკლესიამ შეიწყნარა ეს როგორც წმინდა წიგნის ესე იგი ტოლფასი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არ იყო ჩაწერილი, არ იყო თქვათ ის წერილობითი ფორმით, მაგრამ იყო ზეპირი გარდამოცემით. ამიტომაც რომ გარდამოცემაზე, როდესაც ვლაპარაკობთ იმ საეკლესიო გარდამოცემაზე, რომელიც ბიბლიაში შეიძლება არ ხვდებოდეს, მაგრამ თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა და ჩვენამდე ეს ისტორია ასე არის მოღწეული. არსებობს გარდამოცემა ამ კაცის შესახებ, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ თარგმნელთაგანი, რომელიც თარგმნიდა ძველი აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულ ენაზე. ეს ისტორია ასეთი გახლავთ. ძველი აღთქმის დაახლოებით მე-4 საუკუნეში, ძველი წელთაღრიცხვის უკაცრავად დაახლოებით მე-4 საუკუნეში, ქრისტემდე გულისხმობ დაახლოებით 300 წელს. იყო ასეთი მართველი ეგვიპტეში, ფილადელფოს პტოლემეოსი, რომელმაც ალექსანდრიაში გააკეთა დიდი ბიბლიოთეკა. და მოინდომა, რომ ყოფილიყო ყველა წიგნი, თქვათ, სოფლიოში რაღაცა და წიგნებიც იყო დაწერილი, მათ შორის რელიგიური წიგნები, აი ამ ბიბლიოთეკაში განთავსებული. ეს ბიბლიოთეკა მინდა გითხრათ, დღესაც არსებობს, ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკა, ну, რა თქმა უნდა, ახლა ფლადის ეთი სახით არ არის, როგორც მან გააკეთა, მაგრამ ეს იყო ძალიან ცნობილი ბიბლიოთეკა. მან როდესაც გაგზავნა წარმომადგენლები მაშინ ეს იყო ალექსანდრე მაკედონელის შემდგომი პერიოდი, როდესაც უკვე ალექსანდრეს მემკვიდრეებმა ეს მსოფლიო გადაინაწილეს, შეიძლება ესე ითქვას და ვიღაცას თქვათ აფრიკის კონტინენტზე იყო, ვიღაცა თქვათ აქ რომში და რომის იმპერია განსაზღვრავდა და ამ შემთხვევაში პალესტინის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, ებრაელები, უმრავლესობა რა თქმა უნდა და ისრაელის ქვეყანა შედიოდა ერთ-ერთ ამ იმპერიაში. და მათზე დაქვემდებარებული იყო, შეიძლება ესე ითქვას და ვერ ეტყოდნენ უარს. თუმცა კი ცუდი არაფერი არ შეუთავაზებია, პტოლემეოსმა შესთავაზა, რომ გადაეთარგმნათ წიგნები. აქ ძალიან საინტერესო კითხვა ჩნდება, რომ ებრაელებმა ვერ გაიგეს რისი თარგმნა უნდათ. აი, იმიტომ რომ ეკითხებიან, აი თქვენ რა გინდათ რომ თარგმნოთ. ესენი ეუბნებიან, რომ თქვენი წმინდა წიგნები გვინდათ რომ თარგმნოთ. ებრაელებს ჰქონდათ ამ წიგნის წაკითხვის 70 მეთოდი. არსებობს ესეთი გარდამოცემა, იმიტომ რომ ამ წიგნებს კითხულობდნენ, ესე იგი 70 შრე არსებობდა წიგნის წაკითხვისა. ძალიან საინტერესოა ეს, ეხლა შეიძლება ძალიან და რისთვის იყო საჭირო ახლა რაღაცნაირად ესეთი იმის შემუშავება, რომ აი 70 შრე ყოფილიყო წიგნი. ეს ვინც ებრაული ენა იცის, ის დამეთანხმება, რომ აი პირველივე წინადადება ბიბლიისა, როგორც ჟღერს, ის სიტყვით რომ გადმოთარგმნო ქართულ ენაზე, ვერაფერს ვერ გაიგებ რას ამბობს. ამიტომაც აქ იყო თქვათ ძალიან სიღრმისეული თითოეული სიტყვა, იმიტომ რომ მათ შორის სახელებიც კი არც ერთი სახელი არ არის რაღაცა ისე მოგონილი ადამიანის მიერ, არამედ რაღაცა შინაარს გამოხატავს. აუცილებლად გამოხატავს რაღაცა შინაარს, მაგალითად წინასწარმეტყველს რო ქვია ებრაულად ელიაჰუ, ელ ღმერთია, იაჰუ იახვეს ნიშანი, ანუ ელი კუთვნილებითი ნიშანია ბოლოში და გამოდის რომ ჩემი უფალი ღმერთია. ანუ შემთხვევით არაფერი არ არის. ესეთი თარგმანი ამ სახელის. ანუ დაახლოებით ასე ითარგმნება ეს. ეხა ეს ამისი გადმოთარგმნა რომ დაიწყო ტექსტ რო თარგმნიდა ილიას დასახელებაზე ყოველთვის მსგავსი თარგმანები გააკეთო, ესე იგი საერთოდ აგერევა შინაარსობრივად წიგნის გადმოთარგმნა. ამიტომაც ყველა თარგმანის სინამდვილეში კომენტარია. შესაბამისად, ძალიან კარგი თარგმანებია გაკეთებული ბიბლიისა, მაგრამ მიყვება იმ ძირითად შინაარს, რომელიც ძირითადი შინაარსიც უნდა იყოს გადმოცემული შენგან ბიბლიისგან და ის შრეები უკვე რასაც თქვათ ებრაელები გულისხმობდნენ, მე მგონი რომ 70 აღარა გვაქვს ამბობენ, დაკარგულია, მაგრამ დაახლოებით 10-11 დღემდე აქვს შენარჩუნებული, თუმცა კი აი ებრაული ენის მცოდნები დამეთანხმებიან ამაში, რომ აი ის პირველივე წინადადება წეღარ რასაც მოგახსენებდით, შეიძლება ადამიანმა გადმოთარგმნოს 1-5-6 ნაირად მაინც, რომ აი პირველ წინადება თქვა და მე ქვეშ მიუწერო, რომ ეს ამასაც ნიშნავს, ამასაც იქ რაღაცა ციფრობრივი მნიშვნელობები კიდევ თავისთავად და
ძალიან ბევრი თქვათ განმარტება საღვთისმეტყველო რაღაცა შინაარს ატარებდეს შეიძლება თითოეული სიტყვა რომელიც ესე იგი შეიძლება დაიშალოს ეს ძალიან სათუთი თემაა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გაგება და ვინ თარგმნის მაშინ რა თქმა უნდა ამიტომ ებრაელებმაც სწორედ ეს იკითხეს რომ თქვენ კონკრეტულად რისი თარგმნა გნებავთ რომ აი ზუსტი შინაარსი იყოს თქვათ იქ რაღაცა საღვთისმეტყველო სიღრმეების თარგმანი იყოს და აი ეს ამ ვერ გაიგო ამ ხალხმა რა ერთმანეთში ვერ გაიგეს მოკლედ რას კითხულობდნენ ებრაელები და რა უნდათ ამათ და ამიტომაც შეთანხმდნენ რომ ზუსტი ესე იგი შინაარსი უნდა გადმოთარგმნილიყო მაგრამ ძალიან ფრთხილობდნენ ებრაელები ყოველთვის და დღესაც მინდა გითხრათ წმინდა წერილთან მიმართებაში დღევანდელ დღეს ეს იცით რითი არის გამოხატული რომ მაგალითად ხმოვნები არ იწერება ებრაულ ენაში ეს საქვეყნო ცნობილი ამბავია რომ მხოლოდ თანხმოვნები იწერება მაგრამ წმინდა წერილის არც ერთ გამოცემას თქვენ თანამედროვეს ახლა ვეღარ ნახავთ სადაც ხმოვნები დაწერილი არ არის იმიტომ რომ ხმოვნები გამოიგონეს რომ შეცდომა არ დაუშვან წმინდა წერილის კითხვის დროს ძალიან უფრთხილდებიან ამას და ეს აქედან გამომდინარეა ბუნებრივია მაშინაც ესე უფრთხილდებოდნენ ამისთვის შეარჩიეს არა ერთი და ორი მთარგმნელი, არამედ 72 კაცი იყო, როგორც ჩვენ ამას გარდამოცემა გვეუბნება. და სეპტუაგინტა, ესე ეწოდებს 70-თაგანის თარგმანი, ესე უწოდებთ ჩვენ ბიბლიის ამ თარგმანს, რომელიც შესრულდა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე, ძველ ბერძნულ ენაზე. ეხლა უნდა ვთქვათ, რომ აქ ყველა წიგნი რა თქმა უნდა არ თარგმნილა, მაგრამ ძირითადი წიგნები, მათ შორის 5 წიგნეული, რომელიც უმთავრესი წიგნია შეიძლება ითქვას ძველი აღთქმისა, ესენი ითარგმნა. არსებობს გარდამოცემა, რომ ერთ-ერთი მთარგმნელი გახლდათ სწორედ სვიმეონ ღვთისმიმრქმელი. მას ასეთი ზეწოდება აქვს, შეიძლება ესე ითქვას, ღვთისმიმრქმელი, იმიტომ რომ მან 40 დღის მაცხოვარი ჩაიხუტა გულში და როდესაც მივიდა ისაია წინასწარმეტყველის იმ თარგმანებასთან, რომ აჰა ქალწული შობს, მიუდგეს და შობს, მან რაღაცნაირად ვერ მიიღო ეს შინაგანად, ან მეორე ვარიანტიც არსებობს, რომ ეს რომ ეთარგმნა გაუგებარი დარჩებოდა, ესე იგი, წარმართი საზოგადოების და რადგანაც წარმართებისთვის თარგმნიდა, ისინი ამას ვერ გაიგებდნენ. შესაბამისად გადაწყვიტა დაეწერა ქალწულის ნაცვლად ქალი და ჰქონდა მას ანგელოზის გამოცხადება, რომ შენ აი ქალწულისაგან შობილს სანამ რომ მაცხოვარზე რო იყო ლაპარაკი და გამომხსნელზე რო იყო ლაპარაკი, ეს რა თქმა უნდა კარგად ესმოდა სვიმეონ ღვთისმირქმელს, მაგრამ აი ქალწულისაგან შობას ვერ ღებულობდა თითქოს. ამიტომ უთხრა ქალწულისაგან შობილ მხსნელს სანამ არ იხილავ, შენ იცოცხლებ იქამდე. აი ესეთი იყო ბრძანება. ესე იგი გამოდის რომ დაახლოებით 300 წლის შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ამ ახლა უხეში ანგარიშით სვიმეონ ღვთისმირქმელი და ამაში არც არაფერია გასაკვირი, ჩვენ ვიცით რომ ადამიანები უფრო მეტხანსად ცოცხლობდნენ და მოღვაწეობდნენ კიდეც უფრო მეტი წლისანი შეგვიძლია დავასახელოთ ძველი აღთქმის მამამთავრები. შესაბამისად, მას აქვს გამოცხადება, რომ აი უნდა მივიდეს ამ დროს ტაძარში და ეგებება მაშინდელი ჯულის თანახმად, სხვათა შორის ეს დღესაც ასე არის, მე-40 დღეს ბავშვი მიყავთ ხოლმე ტაძარში, დღევანდელ დღესაც ესეთი ტრადიცია შემორჩენილია და დედას ეკითხება განწმენდისლოსა, ბავშვისთვის ტარდება ნათლობა. ის შეაღებს ეკლესიის, ესე იგი, სულიერ კარს, შეიძლება ესე ითქვას, ნათლობის საშუალებით. მაშინ იყო ეს, რომ უნდა მისულიყვნენ და მიეყვანათ ბავშვი ტაძარში და უნდა შეეწირათ მსხვერპლი, ეს შეიძლება ყოფილიყო კრავი, ხარი, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა. ქრისტიანთა ვიცით, რომ ეს შეწირვა ჩვეულებრივი ტრადიციაა. სამადლობელი მსხვერპლი იყო და ამავდროულად გამოსყიდვის მსხვერპლი იყო, იმიტომ რომ ყოველი პირმშო ეკუთვნოდა ღმერთს ეგვიპტიდან გამოხსნის შემდგომ, ეს ასე იყო დაწესებული, რადგანაც პირველ პირმშოები ეგვიპტელებისა გარდაიცვალნენ და ყველა ებრაელისა გადარჩა, ეკუთვნოდა ღმერთს ყველა პირმშო, შესაბამისად ამ პირმშოს ერთგვარი რაღაცა გამოსყიდვის ნიშანიც იყო, როდესაც ისინი ტაძარში მიბრძანდებიან. და ეგებება სვიმეონ ღვთისმიმრქმელი, აიყვანს ხელში აი ამ ჩვილს და ამბობს იმ ცნობილ სიტყვებს, ვინც მწუხრის ლოცვებს ვესწრებით ხოლმე, ყველამ ზეპირად ვიცით, აც განუტევე მონაშენი მეუფეო, სიტყვისაებ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, ანუ მე ჩემმა თვალებმა იხილეს შენი ცხოვრება, შენი დაბადება და შეიძლება რომ აც განმიტევო მშვიდობით. ეს გახლავთ ამ დღესასწაული შეიძლება ითქვას პირდაპირ რაღაცა ისტორიულად თუ შევხედავთ როგორც სახარებაშია მოთხრობილი, აი ესე შეიძლება
გავიხსენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი სულიერი მნიშვნელობა. დატვირთვა აქვს, აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ეს არის იმ იმედის ასრულება, რომელი იმედითაც ცხოვრობდა კაცობრიობა. მორწმუნე კაცობრიობაზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი მხსნელს ელოდებოდნენ, რადგან ადამის დაცემის შემდგომ უნუგეშოთ არ დარჩენილა კაცობრიობა და ღმერთმა აღუთქვა რომ ხსნელი მათ აღუდგენდა პირვანდელ მდგომარეობას, ანუ ცათა სასუფეველში დააბრუნებდა, კაცობრიობა ცხოვრობდა სწორედ ამ მოლოდინში. ისევე როგორც ჩვენც მოლოდინში ვცხოვრობთ, მეორედ მოსვლის მოლოდინში. ერთხელ უკვე მოვიდა მაცხოვარი და ეს გამოხსნა მან აღასრულა და მეორედ მოსვლას ჩვენ ვუწოდებთ მის ესე იგი შემდგომ მოქმედებას, რომელიც იქნება აღსრულებული, რომ კაცობრიობის საყოველთაო განსჯა იქნება. შესაბამისად, ეს მოლოდინი მეორედ მოსვლისა, როგორც ახლა მორწმუნე კაცობრიობაში დღეს არსებობს, მაშინ არსებობდა მოლოდინი გამოხსნისა. და სწორედ აი ამ გამოხსნის მოლოდინის აღსრულება და ამას აცნობიერებს სიმეონ ღვთისმეტყველი, რომელიც ამას განაცხადებს ხმამაღლა ტაძარში მყოფი საზოგადოების წინაშე, რომ დროა უკვე შეიძლება უკვე რომ გარდავიცვალო მშვიდობით, იმიტომ რომ ის რაც აღთქმული იყო, ის რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ჩემზე, ეს ყველაფერი აღსრულდა, აღესრულა და შესაბამისად მისი სიხარული რომ თქვათ, რასაც ელოდებოდა, ის ყველაფერი განხორციელებულია, რაღაცნაირად ამ სიხარულით შეიძლებოდა წასულიყო უკვე იმ ქვეყნად, რომ იმ ქვეყნადაც ეხარებინა, რომ აღსრულდა მათი მოლოდინი, ვინც ელოდებოდა მესიას და მხსნელს. ეს გახლავთ შეხვედრა კაცობრიობისა შეიძლება ისე ითქვას, იმიტომ რომ ღმერთთან ჩახუტების, ანუ ღმერთთან რაღაც ესე ახლოს მიმთხვევის საშუალება პირველად მიეცა კაცობრიობის ისტორიაში. არ გულისხმობ ახლა ღვთისმშობელი, რომელიც ზრდიდა 40 დღემდე სხვას ვერც ვერავინ აიყვანდა ბავშვს ხელში, შესაბამისად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან იყო ისედაც მისი თქვათ წიაღიდან გამოსული ამ შემთხვევაში ჩვილი ღრმა მაცხოვარი და ამის შემდგომ პირველი შეხება აი ამ კაცობრიობასთან შეიძლება ითქვას რომ სიმეონ ღვთისმიმრქმელთან ხდებოდა. სიმეონ ღვთისმიმრქმელი განასახიერებს შეიძლება ითქვას მთელ კაცობრიობას და ღმერთი ამ შემთხვევაში განკაცებული, რომელიც მოევლინა ამ ქვეყანას, არაფერს სხვას არ გვეუბნება თუ არა იმისა, რომ ღმერთისა და ადამიანის შერიგების დრო დადგა და დაიწყო ამ პირველი შეხვედრით და აი ამ ჩახუტებით. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მინდა გითხრა და თითოეულმა ჩვენმა მორწმუნე ადამიანმა და ეკლესიის წევრმა უნდა გააცნობიეროს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა, არა ისე რომ თქვათ რაღაც მე არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ჩვენ ხშირად დღესასწაულს ან რაღაც ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოებას რიტუალს უწოდებთ და არასწორია ეს. აი მივდივართ, იმიტომ რომ სანთლები იკურთხება და ხო, რაღაცნაირად აი წყალი იკურთხება და მივდივართ. თუ შენთვის ეს რიტუალია, იცით რომ მაშინ აი აზრი ეკარგება თითქოს რაღაცა ყველაფერი ამას, იმიტომ რომ აი ეს რიტუალი რაღაცა ასრულდა, დამთავრდა და აი ეს თუ არ გაყვა ყველაფერი, ეს საიდუმლოება, იმიტომ ქვია ეკლესიამ საიდუმლოება, იმიტომ უწოდა ამას და არა რიტუალი, რომ ეს არის უხილავი მადლის ზემოქმედება, რომელიც ჩვენზე გარდამოდის და აი ამ მადლით სავსე უნდა წახვიდე ადამიანი და ამ მადლით შენში უნდა ცოცხლობდეს და როგორც სანთელი ისე უნდა ენთოს. ბუნებრივია ეს არ მიიღწევა რაღაცა იმითი რა ქვია გარეგნული ფორმებით, ეს შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს და ამაზე მუშაობა გვჭირდება თითოეულ ჩვენგან. სხვაგვარად ეს შეუძლებელია. ამიტომაც, როდესაც ვლაპარაკობთ მირქმის დღესასწაულზე, უნდა იყოს ეს ჩვენთვის არა რიტუალი, რომ ახლა მივედით და ანიქ ბავშვი მივიყვანეთ დასალოცად და ან სანთელი ვაკურთხეთ და რაღაც ესეთი ტრადიციებია ხოლმე ამ დღეს, რომ ბავშვები მოყავთ დასალოცად და სანთელი იკურთხება. თუმცა კი ეს რიტუალად არ უნდა დარჩეს და უნდა იქცეს რაღაცა მადლის წყაროთ, რომელიც ჩემში დაბადებს რაღაცა მეციკეთეს, რადგანაც ასე ამბობს სიმეონ ღვთისმიმრქმელი, რომ აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისაებ შენისა მშვიდობით. და რა არის ეს მშვიდობა? მშვიდობა არასდროს არ არის მხოლოდ გარეგნული მოქმედება. ვერასდროს ვერ ვიტყვით იმას, რომ ახლა გარეგნული სიმშვიდის გამო შეიძლება ჩვენ რაღაცა უკეთესები ხვდებოდეთ.
პირიქით შეიძლება ადამიანები დევნულებაში იყვნენ, საერთოდ არ ქონდათ არანაირი მშვიდობა, მაგრამ წარემატებოდნენ სულიერ რაღაცას იმაში, რა ქვია, უდაბნოში მოღვაწეობდნენ, მშვიდობა კი არა და ცხოველებისგან თავდასაცავად შეიძლება გამოქვაბულებში იკეტებოდნენ და ამ ხრივ სულ არ იყო გარეგნული თვალსაზრისით მშვიდობა, მაგრამ შინაგანად იყვნენ ისინი ამისთვის მომზადებული ამ მშვიდობის მისაღებად და სწორედ აი ამ მშვიდობაზე, რასაც სვიმეონ ღვთისმირქმელი ამბობს, რა არის პირველ რიგში ეს მშვიდობა, რომ გულში ბოღმა არ მაქვს და შურისძიება არ მაქვს და უსიყვარულობა არ მაქვს და რაღაცნაირად ადამიანები მიყვარს, ეს უნდა იწევდეს ჩემში მშვიდობას და უიმედობა არ მაქვს. აი ამ მადლის მიღება სწორედ ასე უნდა ხდებოდეს, რადგანაც პავლე მოციქული როცა ჩამოთვლის, რომ სულიწმინდის ნიჭებს, როდესაც ჩამოთვლის, რა არის ეს? პირდაპირ ამბობს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მოთმინება. აი ეს ჩამონათვალი გახლავთ სწორედ სულიწმინდის ნაყოფები და ამ ნაყოფს თუ ვერ ხედავ შენში, მაშინ ამის საპირისპიროა ყველაფერი და ამის საპირისპირო ნიშნავს იმას, რომ ვერასდროს გარეგნულად როგორ მშვიდობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს. თუ კი ზძულს ვერ დაწყნარდება ვერაფრით. თუ კი შურისძიებით არის აღძრული ერთი ადამიანი მეორეზე, როგორ შეიძლება მან ღამე დაიძინოს, იმიტომ რომ ეს შიგნიდან ჭამს ადამიანს. თუ კი შურს, აი ხო გეუბნებით ამ შურის გამო შეიძლება შინაგანად ისე ბობოქროვდეს, ან გაბრაზებულია ვინმეზე, ვერანაირად ვერ მოიპოვებს, მაგრამ თუ კი ეს ყველაფერი დამცხრალია, ჩამქრალია მასში და პირიქით სიყვარულით თვალებით უყურებს ყველას და ესე იგი პატიებით და შენდობით, რა თქმა უნდა, მაშინ მშვიდობაა მის სულში და ამიტომაც აი ამ სულიწმინდის ნიჭების მოსაპოვებლად ჩვენ გვჭირდება აი ესეთი დღესასწაულის მიმღებლობა არა როგორც რიტუალის, არამედ როგორც საღვთო მადლის გარდამოსვლა თითოეული ჩვენგანის სულში. საუფლო დღესასწაული ქვია მირქმას. და ეს საუფლო რატომ დაერქვა რის საფუძველზე? ან ვინ განსაზღვრა უნდა ყოფილიყო საუფლო დღესასწაულები და ვთქვათ რა არა? იცით რა ეს ეკლესიის დადგენილება არის საუფლო დღესასწაულები ჩვენ სულ 12 გვაქვს. რომელსაც ცალკე გადაცემა დაჭირდება, თუმცა ეს მირქმასთან დაკავშირებით მაინც მოგვიწევს რომ ახსენოთ. საუფლო დღესასწაული თვითონ სიტყვაც გვეუბნება რომ უფალთან დაკავშირებულია. თუმცა კი უნდა გითხრათ რომ ამ საუფლო დღესასწაულზე, კონკრეტულად მირქმაზე არსებობს ესეთი ტრადიცია, რომ საკითხავები, ღვთისმშობლის საკითხავები იკითხება და შესამოსლი ფერით განისაზღვრება ხოლმე რაღაც დღესასწაულებზე, რა ფერებს იმოსავენ სამღვდელო ეგეც ძალიან საინტერესოა, რიცა ხშირად გამჩენია ხოლმე შეკითხვა მაგასთან დაკავშირებით. აი თუ დააკვირდებით, შეიძლება არ იყოს ახლა ყველგან ამისი საშუალება, იმიტომ რომ მოძღვარს არ კონდეს ახლა 7 ფერის შესამოსელი და შეიძლება ისე დაბერდეს მოძღვარი ხანდახან 2 და 3 შესამოსელი მეტი ვეღარ საკმაოდ ძვირია მოგეხსენებათ და ამიტომ შეიძლება არ კონდეს ყველაფერი შესამოსელი, მაგრამ თუ კი არის ხოლმე რომ თქვა აი საკათედრო ტაძრებში სადაც გროვდება შესამოსლები, იმიტომ რომ იქ რაღაცა ყოველთვის ბევრი მოძღვარია და ამ შესამოსლების შეკერვაც შესაბამისად მეტი ხდება, იქ თუ დავაკვირდებით ჩვენ ამ მაგალითზე უნდა ვნახოთ რომ აი აღდგომის ფერებია მაგალითად წითელი აღდგომიდან 40 დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულზე ყოველთვის ცისფერი ფერები, ლურჯიან ცისფერი იწმევა. აი თქვა შობა, ნათლისღება, თეთრი ფერებია ყოველთვის. როდესაც მამათა ხსენება არის, თქვა ღირსი მამების ამ მწვანე ფერით იმოსებიან, ასევე მწვანე ფერით იმოსებიან ბზობაზე და სულთმოფენობის დღესასწაულზე. და მოკლედ რაღაც ესეთი ტრადიცია არსებობს. ძალიან საინტერესოა ეს ფერების სიმბოლიკის დატვირთვა ღვთისმსახურებაში. კი, შეიძლება რაღაცა გამომრჩა, მაგრამ ეხა რისთვისაც დავიწყე, საინტერესოა რომ საუფლო დღესასწაულია მირქმა, ანუ უფლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ცისფერი ფერით იმოსებიან მღვდელმსახურები და საკითხავებიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი არის მიმართული. და ეს შეკითხვა მეც მქონდა რომ რა როლი აქვს ამ დღესასწაულში ღვთისმშობელს? ეხლა მოგახსენებთ, აქ პირდაპირ წერია რა როლიც აქვს, მაგრამ ჩვენ ღვთისმშობლის მაგალითად შობის დღესასწაული საუფლო დღესასწაულად გვაქვს. იქ რა როლი აქვს მაშინ, ხომ უფალთან საერთოდ არ არის, შეიძლება ითქვას თავიდან ამ კავშირში, იმიტომ რომ ღვთისმშობლის დაბადების დღეზეა ლაპარაკი, ან ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაც ესევე საუფლო დღესასწაულია და მაგრამ აქ უკვე ჩანს რომ მას მაცხოვარი მიყავს თქვათ ტაძარში და შესაბამისად საუფლო კი არის, მაგრამ ღვთისმშობლის მოქმედებით ხდება ეს, რომ ღვთისმშობელს მიყავს თავისი ხელით
და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ორივე ერთად არის შეჯერებული შეიძლება ითქვას ამ დღესასწაულში და საკითხავები ღვთისმშობელსაც მიემართება სადიდებლები და სავედრებელი ტროპარკონდაკები და ამავდროულად მაცხოვარსაც ბუნებრივია და აი არის დღესასწაულები, როდესაც ხო გეუბნებით აი ღვთისმშობლის შობა მაგალითად, მაგრამ საუფლო დღესასწაულია და როცა მაშინ საერთოდ ჯერ კიდევ არის დიახ, აი ღვთისმშობლის დაბადებაზეა საუბარი. ამიტომაც ჩვენ კი გადავხვიეთ კვლავ ამ რაღაცა ფერებმა შესამოსლის ფერებზე გაგვიგრძელდა შეიძლება სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ამ დღესასწაულში ღვთისმშობლის როლი ის არის, რომ მან თავისი ხელით მიიყვანა და სწორედ ამას განადიდებს ეკლესია ლოცვით, ასე არის გამოხატული ეს შინაარსი ამ ლოცვისა ესე არის გამოხატული. და ის ტრადიციაც, რაც ვთქვათ, ებრაელ ხალხშიც გრძელდება დღემდე და ვთქვათ, ჩვენც უკვე ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რწმენაში გადმოვიდა, რომ 40 დღის თავზე მიიყავთ ბავშვები ტაძარში, მომდინარეობს აქედან და შენარჩუნებულია ებრაულ ტრადიციაში, ხო, ეს ყველაფერი. დიახ, შენარჩუნებულია ეს მოსეს კანონების მიხედვით იყო პირდაპირ ესე განსაზღვრული, რომ ყრმა, რომელიც დაიბადებოდა პირველ შობილი ვაჟზეა საუბარი, აუცილებლად მე-40 დღეს უნდა მieყვანათ ტაძარში და მსხვერპლი უნდა მიეტანათ ოჯახს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. სხვათა შორის მირქმის ხატებს თუ დახედავთ, იქ დაინახავთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რომ დგას სვიმეონ ღვთისმირქმელი ართმევს მას ყრმა მაცხოვარს, უკან დგას მართალი იოსები და ორი პატარა გვრიტი უჭირავს ხელში. ეს იყო წესი დაწესებული, თუ თქვათ, შესაძლებლობა ქონდა ხარი უნდა შეეწირა, თუ არა ცხვარი და თუ არ ქონდა შესაძლებლობა, მაშინ ორი მტრედის მართვე, ანუ ეს პატარა გვრიტები. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან არის. აქეთ მეორე მხარეს დგანან სვიმეონ ღვთისმირქმელი და ანა, რომელიც ასევე საწინასწარმეტყველო ნიჭით იყო დაჯილდოებული და ისინი ეგებებიან ქრისტეს, როგორც ორი წინასწარმეტყველი, რომლებმაც იხილეს აღსრულება იმ ძველი აღთქმის ფაქტიურად შეიძლება ითქვას ყველა წინასწარმეტყველებისა, რომელიც მიემართებოდა მაცხოვრის განკაცებას და მხსნელის მოვლინებას. ასე რომ ეს ხატწერა, იმიტომაც ქვია სხვათა შორის, რომ ყველა ხატი იკითხება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ, ეს არის აქ თუ კითხვა არ იცი ხო, რა მაგალითად არ ვიცი ახლა მე ჩინური იეროგლიფები, ვერ წავიკითხავ ახლა როგორც არ უნდა ესე იგი ლამაზად დამეხატო ის. ამიტომაც აქაც უნდა ვიცოდე კითხვა, როგორ წავიკითხო ხატი და აი ეს ხატი ამას მეტყველებს, ესე იგი ადამიანის და ღმერთის შეხვედრაა, სვიმეონ ღვთისმირქმელს რომ ჩახუტებული ყავს ყრმა მაცხოვარი და იქ უკან იოსები ამ შესაწირით დგას და აქეთ ორი წინასწარმეტყველი თვითონ სვიმეული ჩახუტებული ყრმით და უკან ანა ფანუელის ასული. და ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, აი ეკლესია როგორ აღნიშნავს ხოლმე მირქმას რამე კონკრეტული წესები თუ არსებობს, რაც აუცილებლად ტარდება ამ დღეს. ეს წესები უფრო ტრადიციებია მინდა გითხრათ და არავითარ შემთხვევაში რაღაცა ისეთი ხო არის რომ რაღაცა უცვალებელია და ამას ვერავინ ვერ შეეხება. მაგრამ ამ კუთხით ვიკითხე. დიახ, არის რაღაცა ლამაზი ტრადიცია, უკვე ვახსენეთ ბავშვების მოყვანა, როგორც ვთქვათ, დედა ღვთისმშობელმა მოიყვანა ყრმა მაცხოვარი, მიუხედავად იმისა, რომ ის 40 დღის იყო, ჩვენ ახლა უკვე ამ ასაკს აღარ დაგიდეოთ, 40 დღის არის თუ 40 თვის. ამ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში ბავშვები მოყავთ ხოლმე, ცდილობენ რომ ამ დღეს ბავშვები აზიარონ და მოძღვარმა დალოცოს, იკითხება საგანგებო ლოცვა ბავშვების დალოცვისა. ასევე არსებობს ამ დღეს სანთლის კურთხევის. აი, რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ სანთლიდან სანთელზე ჩვენ გადაგვაქვს ცეცხლი, ხო მართალია? ანუ სანთელი ერთი რომელიც ქრება, იქედან ახალ სანთელს ვანთებთ. და ეს გახლავთ სწორედ აი ამ მოძღვრების გარდამოცემა, რომ ის კი ჩაქვრა ძველი აღთქმის ესე იგი წინასწარმეტყველები ჩაქვრნენ, მაგრამ ჩაქვრნენ არა იმიტომ, რომ ესე იგი განქარდნენ და აღარ არის საჭიროება აღარ არის, იმიტომ რომ განხორციელდა რაზეც წინასწარმეტყველებდნენ და აინთო ახალი სანთელი. ასე რომ ეს ამას გამოხატავს, რომ ახალი სანთელი აინთო, რომელმაც ეს ახალი შუქი უნდა მოფინოს ახლა ესე იგი ამ წვდიადს, რომელიც წვდიადიდანაც უნდა იქნას გამოხსნილი კაცობრიობა, აი ამ ჯოჯოხეთის წვდიადზე რა თქმა უნდა საუბარი და ეს გახლავთ სიმბოლო სანთლიდან სანთლის გადაკიდებისა, რომ სანთლები იკურთხება ამ დღეს. აი ესეთი ორი ლამაზი ტრადიცია თან ახლავს მირქმის დღესასწაულს. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ, ვფიქრობ რომ
მეტნაკლებად ამოუწურეთ თემა და ღმერთმა ინებოს, რომ შინაგანად ჩვენი სული სულ ამ სანთლებით იყოს განათებული და იმ ნათლით, რაც ქრისტეს ტაძარში მიყვანა, კაცობრიობას მოჰფინა. და ასე ყოფილიყოს ვისურვებთ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.